გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ისე კი რა პატარა ყოფილა ის დიდი ბრიტანეთი, არა? ეს ეპიგრაფი იყო. კაია კალასი არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი. ეს იმათვის თქვი, ვინც ჯერ არის ის ვინაა კაია კალასი. რასაც ახლა ვიტყვი, მეგობრებო, არის მხოლოდ ჩემი პირადი აზრი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ბევრი ჩემნაირად ფიქრობს, დაწყებული მაღალი ეშელონებიდან და დამთავრებული უმცროსი მეცნიერ მუშაკებით და დეზერტირების ბაზრის თანამშრომლებით. კაია კალასი არის ესტონეთის მთების შვილი. ერთის მხრივ ესტონეთს ალბათ უნდა ეამაყებოდეს, რომ მისი მთების შვილი არის ევროკომისარი, თანაც ისეთი ევროკომისარი, რომელსაც ეყოლება საგარეო საქმეები. ეს დიდი თანამდებობაა. ფაქტობრივად, კაია კალასი არის ევროკავშირის სახელმწიფო მდივანი. ანუ რაც ამერიკაში რუბიოა და რუსეთში კი ლავროვი, ევროკავშირში კაია კალასია. მაგრამ ალბათ გეტყვით, ესტონელების ადგილას მე შევწუხდებოდი ჩემი მთების შვილი ასეთი რომ გამოსულიყო. დიახ. როდესაც კაია კალასი მხოლოდ ესტონეთში პრემიერ-მინისტრობდა, მის გონებრივ დიაპაზონზე მხოლოდ 1.400.000 ესტონელმა იცოდა. ერთხელ უკვე თქვი, რომ კალასის პრემიერობა ესტონეთის ისტორიაში ყველაზე რბილად, რომ ვთქვათ, დაბალეფექტური იყო. ალბათ როგორ უხაროდათ ესტონელებს, როდესაც კაია გათავისუფლდა პრემიერის თანამდებობიდან. სამაგიეროდ ახლა კაიას უნარობა მთელმა ევროპამ იცის და ვითომ ესტონელები ამაყობენ, რომ კაია ესტონელია, არ ვიცი. წარმოვიდგენე, კაია ქართველი, საქართველოს მოქალაქე რომ ყოფილიყო და იმ ტექსტებით, რითიც ის ახლა გამოდის ევროკავშირის მრგვალ არენაზე, ალბათ სირცხვილი დავიწებოდა, დიახ. ყოველი მისი გამოსვლა უფრო და უფრო ამჟღავნებს მის გაქანებას, მეგობრებო. ზოგჯერ მგონია, იქნებ ევროკავშირის საგარეო საქმეების კომისარს იმდენად არაფერი აქვს სალაპარაკო, რომ კაია უბრალოდ თავს იქცევს და თავისთვის რაღაც საქმეებს იგონებს. ამიტომაც პერიოდულად გამოდის და სიბრიყვეს სიბრიყვეზე აბრეხვებს. ამას წინათ კაია კალას გამოუცხადებია, რომ მან შექმნა დოკუმენტი, რომელშიც იმ დათმობების შესახებ წერია, რაც რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს და შეასრულოს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ანუ კაია რუსეთს უყენებს პირობებს. ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთის მიერ თავისი სამხედრო ძალების გამოყვანას ბელორუსიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, საქართველოდან. ასევე წერია, რომ მშვიდობა უკრაინაში არ დამყარდება, სანამ რუსეთი ევროკავშირის ინტერესებს არ გაითვალისწინებსო. იქ რამდენიმე პუნქტია, ყველას ჩამოთვლის დრო არ მაქვს, მაგრამ დამიჯერეთ, ერთი მეორეზე ლამაზი პუნქტებია. ბოლოში ისიც წერია, რომ რუსეთმა უნდა აუნაზღაუროს უკრაინასა და ევროპას მის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი. ძალიან კარგი დოკუმენტია, მეგობრებო. მე ხელს ყოველი პუნქტის ქვეშ მოვაწერდი და იმ პუნქტისა, სადაც საქართველოსთან ჯარის გაყვანის შესახებ წერია, ორჯერ მოვაწერდი ხელს. ახლა სულ პატარა რამ დარჩა რუსეთმა, რომ უპირობოდ ყველა ეს მოთხოვნა შეასრულოს. ბარემ ცოტა ადრე შეექმნა დაუზრებელ კაიას ასეთი ბრწყინვალე დოკუმენტი. უკვე ხომ დიდი ხნის წინ დაალაგდებოდა სიტუაცია ევროპაში. წარმოვიდგენია, რა ხდება ახლა რუსეთში. ალბათ ჩემოდნებს ალაგებენ. ითვლიან, რომელ ქვეყანას რამდენი უნდა გადაუხადონ, ყველა თავის ჯარისკაცს უკან იწვევენ, პუტინი ტირის და ასე შემდეგ. მეგობრებო, ეტყობა, ჩვენ რაღაც არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, კაია კალასმა კი იცის. აბა სრულ ჭკუაზე მყოფი ევროკომისარი რამე ისეთი რომ არ იცოდეს, ასეთ დოკუმენტს ხომ არ შეადგენდა. ეს დოკუმენტი არის გამარჯვებული მხარის დოკუმენტი. ამ დოკუმენტს რომ წაიკითხავ, იფიქრებ, რომ ევროპამ უკვე დაამარცხა რუსეთი და ახლა სრული კაპიტულაციის პირობებს უყენებს. და განა ევროპამ დაამარცხა რუსეთი? არ ვიცი. ვითომ ასეთი უაზროა კაია კალასი? არა, მეგობრებო, ის არ არის უაზრო. უაზრო ადამიანს ხელფასი თვეში 35,000 ევრო არ ექნებოდა. ის ძალიან ჭკვიანია. ის რუსეთს პროვოცირებას უკეთებს. მე ვიყო მარიზი, ასე თუ არ იყოს საქმე. რუსეთი
მკაცრი ქვეყანა და ხუმრობა არ ესმის. და იმის მაგივრად ასეთი დოკუმენტის საკითხვის მერმე გულიანად გადაიხარხაროს და კაიას უთხრას, რომ მას მართლა კარგად გამოსდის სტენდაპი. რუსეთმა შეიძლება წარბები შეკრას და გააძლიეროს უკრაინაზე თავისი აგრესია, დიახ. და რაც უფრო მეტ ხანს იბოგინებს რუსეთის საბრალო უკრაინაში, მით უფრო მეტ ხანს გაძლებს კაია კალასი თავის მაღალ ანაზღაურებად თანამდებობაზე. ასე მგონია მე. ზელენსკის არ იყოს. ზელენსკი იზელენსკებს ზუსტად იმ დრომდე, სანამ ომი ომობს. ამიტომაც მისი გამოსვლები დიდად არ განსხვავდება კაია კალასის ზემოთაღნიშნული დოკუმენტისგან. კარგი, პოლიტიკურ ანალიზს შევეშვები, რადგან ამ მოედანზე სხვა მოთამაშეები გაცილებით უფრო კომპეტენტურები არიან. ერთ რამეს დავამატებდი. კავშირი, რომლის საგარეო საქმეთა კომისარი კაია კალასი იქნება, ის კავშირი ჩემში ბევრ კითხვას ბადებს. და ბოლოს თითქმის 500 მილიონიან ევროკავშირში როგორ ვერ გამოჩნდა უფრო გონიერი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე. აი ეს კითხვა მაწუხებს. საინტერესოა, ევროკავშირელებს არ აწუხებთ ეს კითხვა? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.